ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში მორიგ სოციალურ პროექტს ახორციელებს. იქ, სადაც ქვათა ცვენის საშიშროება კრიტიკულ ზღვარზეა, 8 მთამსვლელი ლოდების ჩამოყრა ჩამონგრევით სამუშაოებს ახორციელებს. ასეთი 4 მონაკვეთია პირველ რიგში სოფელ მღვიმევის მიმდებარე ტერიტორიაზე შეფასდა და მოინიშნა კლდის 300 მეტრიანი მონაკვეთი. დაფიქსირდა ის ლოდები, რომლის ჩამოცვენის საშიშროებაა. რისკის მქონე მონაკვეთები საფრთხეს უქმნის როგორც ინფრასტრუქტურას, ისე მოქალაქეებს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და ჯორჯიან მანგანეზის უსაფრთხოების სამსახური. როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გიგა ხვიჩიამ განაცხადა, ანალოგიური სამუშაოები შესრულდა დარკვეთის ითხვისისა და საშევარდნოს მიმდებარე ტერიტორიებზე. იქნა შესწავლილი ბოლო 6 თვის განმავლობაში, თუ რა მდგომარეობა იყო აი შვერილებთან დაკავშირებით მაღაროების მისასვლელ გზებზე, სადაც ხდებოდა ხოლმე ლოდის ცვენა, ქვათა ცვენა. ამასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი დოკუმენტარულად იქნა ასახული, ფოტო გადაღებები ჩატარდა და ასე შემდგომ და რამდენიმე მაღაროზე ეს გზები გაიწმინდა, სხვადასხვა მათი ფოტომასალა არსებობს ჩვენ გვაქვს გადაღებული, რომლების გაწმინდეს სპეციალური სამსახურია, ვისთანაც დაიდო კონტრაქტი, ეხლაც ისინი მუშაობენ ამ მაღაროზე, ეს არის სამრეწველო ალპინიზმი, ესე ქვია, ესე ეძახიან თავიანთ თავს და ესეც სამუშაოებს ასრულებენ ზუსტად, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული, არ განმოვარდეს შემთხვევით თქვა და არ დაესწრეს ამ მანქანას არ ადამიანს და ასე შემდგომ. შესრულდა ეს სამუშაოები სხვა ყველა მაღაროზე და დარჩა ერთადერთი აი ეს წერეთლის მაღაროა. წერეთლის მაღაროზე ცოტა სხვა პრობლემაა. აქ ქვათაცვენა არ არის, მაგრამ ძალიან მცირე მანძილი არის ვაგონის ძირსა და ერთ-ერთ მონაკვეთს შორის, ქიმის შველებს შორის. და ზამთრის პირობებში არსებობს იმის საფრთხე საშიშროება, რომ ვაგონი თოვლის შემთხვევაში შეიძლება წამოედოს მასა და აქედან გამოწვევი სხვადასხვა მიზეზი მოხდეს. ანუ ავარია ან უმედური შემთხვევა. ამის პრევენციისთვის, რომელიც თავის დროზე მაკონტროლებელ ორგანოებმა დაწერეს, ჩვენ გავითვალისწინეთ სამსახურმა გაითვალისწინა და ჩაიდო ხელშეკრულებაში აი ამისი ჩამოცვენას. ეხლა რა ხდება? აქ უნდა მოიგრეს გალდე, რომ მანძილი დღეს არის 1 მეტრამდე, სადღაც 2 მეტრამდე უნდა გაიზარდოს. ეს არის მოთხოვნა ტექნიკური უსაფრთხოების რეგლამენტის და წესების. ეს მანძილი რო გაიზრდება, უკვე საფრთხე საშიში აღარ იქნება და ეს თვითონ მასა მონგრეული კლდისა სადღაც უნდა წავიდეს. ეხლა ამ წუთში მუშაობენ დამსამბადეებს აჭიმავენ, რომ ეს კვები არ ჩასვიდეს გზაზე. აქ ძირითადად ჩატარდა სამუშაოები, რაც ემსახურება ჭიათურის რაიონში კლდიდან ჩამოცვენილი ქვების თვითნებურად ჩამოცვენის თავიდან აცილებას. ამისათვის ჩატარდა საკმაოდ სერიოზული სამუშაოები მღვიმევის მონაკვეთზე, დარკვეთის მონაკვეთზე, ასევე ითხვისის მაღაროს მისასვლელი გზის მონაკვეთზე, საიდანაც ჩამოყრილი იქნა დიდი რაოდენობით უკვე დაბზარული და რომელიც ყოველ შემთხვევაში შეიძლება ჩამოცვენილი იყო ამ ქვების ჩამოყრა, რაც ჩამოყრილი იქნა, გატანილი იქნა და ამით გარკვეული წლების მანძილზე ნაწილობრივ მაინც უსაფრთხო გახდა ამ გზებზე ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა. დღევანდელ დღეს მიმდინარეობს სამუშაოები, რაც ემსახურება ჭიათურა წერეთლის მაღაროს დამაკავშირებელი ბაგირგზის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ჩვენი განყოფილების, ასე ვთქვათ, დანიშნულება არის, რომ ამ სამუშაო პროცესში უზრუნველყოთ ტერიტორიის გარშემო უსაფრთხოების წესების დაცვა, რაც უზრუნველყოფს თავისთავად აქ ყოფილი ადამიანების უსაფრთხოებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას.